ჩვენ შეგპირდით რომ არ გავაციებთ კერას და ასეც ვიქცევით. დღეს ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, იშვიათი და უნიკალური გამოცდილებით. მარიამ ლელაშვილი, რომელიც ძალიან მახარებს რომ დღეს ჩვენი სტუმარია. მივესალმოთ მარიამს. მე ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ. მადლობა მარია. მადლობა შენ. ესე იგი, ჰელოუინი არის კარს მომდგარი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. არ გვეშინია, რადგანაც ზუსტად ვიცი რომ ამ მაგიდასთან ძალიან საინტერესო მარგალიტები იქნება ცოტა ხანში გადმოშლილი და ამაში ჩვენ მარიამი დაგვეხმარება ცოტა ისეთი რაღაც არის კომპლექსური სიტყვები, AI, მონაცემთა მეცნიერება და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ დღეს ჩვენ Agile-ის ლინზიდან გამადიდებელი შუშით შევხედავთ AI პროდუქტებს და მარიამთან ერთად ვისაუბრებთ არა იმაზე თუ რა შექმნა მარიამმა. ჩვენ გვაინტერესებს პროცესი, კულისებს მიღმა და გვაინტერესებს თუ როგორ შექმნა მარიამმა და მისმა გუნდმა ისეთი კომპლექსური პროდუქტები, რომელსაც AI და ხელოვნური ინტელექტის სარგებლობა ქვია. მარიამი სხვათა შორის გარდა იმისა რომ ესეთი უნიკალური და იშვიათი გამოცდილების მქონე ადამიანია, მე წავაწყდი ძალიან უნიკალურ და საინტერესო ამბავს მისი ბიოგრაფიიდან, რომელიც ამბობს რომ ეს ადამიანი არის ბაკალავრით და თავისი პირველი კარიერული მცდელობებით ხელოვანი, მხატვარი. თეატრის მხატვარი. თეატრის მხატვარი და რაღაც სცენოგრაფია და რაღაცებს რო ეძახიან, ხო? აქვე მინდა გითხრა მარიამ, რომ ესე იგი ეს ამბავი რო დავინახე, მაშინვე წამომიტივტივდა, რომ ესეთი გამოჩენილი ადამიანები, მისაბაძი მაგალითები, როულ მოდელებს რო ეძახიან, სტივ ჯობსი, პოლაროიდის დამფუძნებელი ედვინ ლენდი და სხვები, ხო? თავის კომპანიებში ინჟინერებს ეძებდნენ, რომლებსაც ამავე დროს ჰქონდათ რაღაცა შემოქმედებითი გამოცდილება და ნიჭები, მაგალითად ინჟინერი, რომელიც არის ფოტოგრაფი, ინჟინერი, რომელიც არის მუსიკოსი და აი ამან ჩამაგდო ძალიან ცნობის მოყვარე მდგომარეობაში, რომელსაც ქვია, რომ რამ მოგიყვანა AI-მდე და როგორ გაიარა ეს გზა და სად არის აი ეს მხატვარ, სცენოგრაფ, თეატრის მსახიობ შემოქმედებითი ადამიანი. რთული კითხვა, მადლობა ესეთი შთამბეჭ წარდგენისთვის პირველ რიგში, ხო. ხო, მეც არ ვიცი როგორ მოხვდი იქ სადაც ვარ სიმართლე გითხრა, მაგრამ ვეცდები რომ მოვყვე. რა მიბიძგა კონკრეტულ მომენტებში გადაწყვეტილებებისკენ. ანუ სადღაც მეოთხე კურსზე აკადემიაში სწავლის დროს ძალიან სასაცილო, ძალიან მარტივი და ესეთი როგორ ვთქვა, იმპულსური გადაწყვეტილება იყო. მივხვდი რომ ცოტა დავიღალე ბოჰემური ცხოვრების სტილით. მერთო. და ეს მიგნება გავაკეთე როგორ რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი რომელიც ჩემი კარის მეზობელიც იყო, მუშაობდა TBC-ში. ანუ მან დაიწყო უბრალოდ მაგ დროს TBC-ში მუშაობა და ვამჩნევდი რომ მე რო ესე რაღაც ურეჟიმოდ ვცხოვრობდი, ძალიან ნელი ტემპით და ასე შემდეგ, ის ყოველ დილით თეთრი პერანგით გამოდიოდა სახლიდან და ამ რაღაცა დისციპლინით ძალიან მიიქცია ჩემი ყურადღება და მივხვდი რომ ძალიან მაკლდა სტრუქტურა, დისციპლინა და რაღაც რეჟიმი ცხოვრებაში და ძალიან მომინდა რომ მეც მის ადგილზე ყოფილიყავი. მე ძალიან საინტერესო მოტივატორია. თუ გაქვთ ვაკანსია, გამაგებინეთ, თქო და მეც ვსდიბეთ, თქო და ესე აღმოჩნდი TBC-ში, TBC იყო ჩემი პირველი სამსახური და მახსოვს ჩემი მშობლების შოკი, როცა ერთ-ერთ საღამოს სახლში მივედი და ვთქვი რომ ზეგ ბანკში ვიწყებ მუშაობას, იმიტომ რომ ნუ რაღაც გაიტანეთ გრელანდია. მაქსიმალურად ცდილობ ჩემთვის ყოველთვის შეექმნათ კომფორტი და შეეწყოთ ხელი, რომ მე მხატვრის კარიერას მივყოლოდი ბოლომდე და ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან შოკის მომგვრელი მათთვის და ესე აღმოჩნდი ბანკში. ჩემი პირველი სამსახური იყო კოლ-ცენტრის ოპერატორი. და ეხლა ჩემს კარიერაზე ბევრს არ მოვყვები, მაგრამ საინტერესო შენი შესავლიდან გამომდინარე, ისეთი პირველ რიგში ჩემთვის ესეთი არ ვიცი, ჩემი ეს წარსული გამოცდილება დღეს რამდენად მეხმარება, მაგრამ ვიტყვი იმ მომენტებს, სადაც მიგრძნია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და არ ვთვლი, რომ არც ერთი წამი, არც ერთ პოზიციაზე არ იყო ჩემთვის დაკარგული. იმიტომ რომ კოლ-ცენტრში მუშაობისას წელიწად ნახევარი ვიმუშავე, დღეს ვხვდები, რომ ვისწავლე საბანკო პროდუქტები, ვისწავლე ბანკის მომხმარებლებს რა აწუხებთ, იმიტომ რომ წელიწად ნახევარი ყოველდღიურად 100-მდე სხვადასხვა ადამიანის წუხილებს და საჭიროებებს ვისმენდი და ეს ძალიან
მეხმარება დღეს AI პროდუქტების შექმნის მომენტში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გრძნობდე რა ჭირდება შენ მომხმარებელს და თუ ეს გამოცდილება არ გაქვს მხოლოდ რამდენიმე ვიზიტით ფილიალში, ან მხოლოდ მონაცემების ანალიზის პერსპექტივიდან ადამიანების შენი მომხმარებლის პერსონის წარმოდგენით, ამ შეგრძნებას ვერ გაიჩენ და ეს ძალიან მიადვიღებს მართლა დღეს რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას სამუშაო პროცესში და შემდეგი ჩემი სამსახური იყო ისევ ბანკში გავაგრძელა შიდა PR-ის მიმართულებით და მანდ ვიყავი ალბათ სადღაც 3 წელი და ესეც ძალიან მაგარი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ სულ მიწევდა თანამშრომლების კმაყოფილებაზე და ბედნიერებაზე ზრუნვა იყო ჩემი მთავარი ამოცანა. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ გაგეგო მეორე მხარეს რა აწუხებს, ის რას გრძნობს და ძალიან გამიძლიერა ამ სამაწალმა ემპათიის გრძნობა მეორე მხარის მიმართ და დღეს ვგრძნობ ხოლმე რომ ჩვენს დამკვეთებთან მუშაობისას ის გამოცდილება ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ დამკვეთი მაინც მეორე მხარეა და ძალიან მარტივია რომ შენ რაღაცა ყოველთვის ყველაფერი თუ კომუნიკაცია არ შედგა მეორე მხარეს გადააბრალო და როცა ეს რაღაცა მთელი 3 წელი სულ იმაზე გაქვს ნამუშევარი რომ მეორე მხარემ უნდა იგრძნოს რომ შენთან უსაფრთხო გარემო აქვს და ყოველთვის შეუძლია რომ პასუხისგებლობა კი და ილაპარაკოს იმაზე რაც ჭირდება და რაც აწუხებს, ეს ძალიან მიმარტივებს დღეს იმას რომ ჩვენი დამკვეთებისადმი ვიყო ხოლმე უფრო ემპათიური, უფრო მარტივად წარმოვიდგინო მათ ადგილზე თავი და გავუგო რატო იქცევიან ისე როგორც იქცევიან, რატო გთხოვენ იმას, რასაც გთხოვენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მოვედი AI-მდე. ესე იგი, ეხა შორს არ წახვიდე. ისეთი ხიდი გაქვს ეხა გადებული და ამ ხიდის ორივე მხარეს მინდა რომ შევხედოთ რა. ერთი მხარე, რომელიც ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ხა ჩვენ ვახსენებთ ეს AI რაღაცა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ მოდი რაღაცა მაგალითით თქვა რომ AI პროდუქტი, შენ ხარ AI პროდუქტების ლიდერი და ლიდერთა ჯგუფის ლიდერი, ხო, მე როგორც ვიცი, ერთ-ერთ წამყვან ქართულ კომპანიაში. რა არის ის დამახასიათებელი მცხოველისთვის, რომელსაც ახლა ჩვენ AI პროდუქტს დავარქმევთ, როგორი თვისებები და ადაპტაციის რა უნარებით გამოირჩევა, რომელიც მას ხდის განსხვავებულს. იმ ყველასთვის ცნობილი რაღაცა პლატფორმებიდან თუ პროგრამული უზრუნველყოფის ეგრეთ წოდებული software პროდუქტებისგან, ჯერ ამ ხიდის პირველ აქ შევიდეთ. ოკეი. და მე ადამიანებსაც შევხედოთ, რომელიც შენ უკვე ესეთი დიდი ენთუზიაზმით ახსენე, იღბლიანი ისინი. მოდი დავიწყოთ ჯერ იმით, როგორია ზოგადად მსოფლიო სტატისტიკა AI პროექტების მართვის მიმართულებით, იმიტომ რომ ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება ამ მიმართულებით ბევრი არ მოუკვლევია, შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს იმის გაგება, რომ AI პროექტების 80% წარუმატებელია. ანუ ძალიან რთულია წარმატებულად მართო მსგავსი პროექტი და რა იწვევს ახლა ამ სირთულებს, რატო ხდება რომ უმეტესობა ესეთი პროექტების ფეილდება. კი არა და არ გამოდის. ანუ ბევრი მიზეზი არის, ერთი შეიძლება იყოს ის რომ მონაცემები უნდა გიწყობდეს ხელს იმისთვის, რომ რამე გამოიყვანო ამ პროექტისგან და ძალიან რთული არის, რომ წინასწარ მიხვდე ეს მონაცემები რამდენად შეგიწყობს ხელს შენი მიზნის შესრულებაში. ამიტომ გიწევს, რომ რაღაც დრო დახარჯო, გუნდი შეკრა, იკვლიო ის მასალა რაც გაქვს და სადღაც შეიძლება შუაგზაში აღმოაჩინო, რომ უნდა დანებდე, იმიტომ რომ არაფერი გამოგდის და ესეც უკვე ფეილია გარკვეულწილად. მეორე მიზეზი, რატომაც ხშირად ხდება ხოლმე წარუმატებლად თავდება მცდელობები არის ის, რომ ხანდახან ცოტა ჰაიპს უყვებით და მე მქონია შემთხვევები, როცა მიგრძნია, რომ მეორე მხარეს რამე კონკრეტული საჭიროება კი არ აქვს. უბრალოდ რამე AI უნდა. იმიტომ რომ მოდურია, ტრენდულია, რაღაც ევროპაში აწვიათ. ხო და ესეც მნიშვნელოვანია რა, უნდა იცოდე კონკრეტულად რა გაწუხებს და შეიძლება ხანდახან შენი საწუხარის გადაწყვეტა, შენი პრობლემის გადაწყვეტა სულაც არ იყოს AI და ძალიან მარტივი ანალიტიკითაც გახვიდე ფონს, ხო. ამიტომ თვითმიზანი AI არ უნდა იყოს. ანუ ყოველთვის უნდა იყოს ცხადი რა გვინდა, რა პრობლემა გვინდა რომ მოვაგვაროთ და ესე პოზიციონირება ამოცანის ბევრად ამარტივებს მე და ზრდის შანსებს წარმატებისას. მესამე ალბათ ვიტყოდი იმას, რომ მოკლედ software-ისგან განსხვავებით AI პროდუქტები, ანუ პროდუქტის შექმნა მხოლოდ და დამკვეთისთვის გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი იქნება წარმატებული, იმიტომ რომ
ძალიან მნიშვნელოვანია ამის საბოლოო მომხმარებლებამდე მიტანა, კარგად გატესტვა და რეალურად ვიტყოდი, რომ მთელ ციკლს რო შევხედოთ პროდუქტის შექმნისას. ალბათ პროდუქტის შექმნამდე რა რესურსებსაც ხარჯავ, ხშირ შემთხვევაში ერთ იმდენს ხარჯავთ ხოლმე პილოტირებისას, იმიტომ რომ პილოტირებისას ხვდები რეები უნდა შეცვალო და ძალიან iterაციულია ეს პროცესი. ძალიან ხშირად გვაქვს შემთხვევა, რომ საბოლოო მომხმარებლებამდე რომ მივიტანთ პროდუქტს, მან ხვდებით რა არის ჩვენს გადაწყვეტაში შესაძლებელი და ესეთ iterაციას ვაკეთებთ ბევრჯერ. შესაბამისად, ის მიდგომა, რომ მე გავაკეთებ მოდელი, რომელიც ძალიან აკურატულია და ტექნიკური პარამეტრებით იდეალურად მუშაობს და შემიძლია რომ ჩემ დამკვეთს გადავაბარო, ძალიან არასწორია და ძალიან ხშირად თუ ვთვლით რომ ჩვენი საქმე მანდ მთავრდება, გვაწყდებით ხოლმე იმ პრობლემას, რომ ხო, პროდუქტი შეიძლება ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ამის ათვისება არ ხდება. და ამის მოგვარების ბევრი გზა არსებობს, მაგაზეც შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ, როგორ უნდა ვმართოთ პროცესი იმისთვის, რომ ეს შანსები გაიზარდოს მაქსიმალურად, მაგრამ ამ სამ ძირითად მიზეზს გავავყოფდი. კიდე არის, მოლოდი, რატო არის ძალიან განსხვავებული, მოდი ეს მიმართულებაც გავშალოთ, ხო? იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთულია წინასწარი პროგნოზო, რას აღმოაჩენ მონაცემებში, როცა ჩაიხედავ ამ ყველაფერს. ხო, მაგალითად, მოდი რამე კონკრეტული მაგალითი ავიღოთ. ვთქვათ, ესეც ემპათიის გამოხატულება არის მსმენელის მიმართ, რომ მაგალითის მოშველება. თქვენ გაიგოთ კარგად რა ხდება დედამიწაზე. მოდი ავიღოთ ყველაზე ესეთი მარტივი მაგალითი არის კლიენტების გადინების შემცირება. თუ ჩვენ გვინდა რომ გავიგოთ რომელი მომხმარებელია ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო და გვინდა მივხვდეთ რითი ვასიამოვნოთ ეს ადამიანი მეტად რომ ჩვენთან დარჩეს. ერთია რომ ხო იმ ადამიანებს ვინც მომხმარებელთან უშუალო შეხება აქვს, ბევრად მარტივად იჭერს ამ ემოციურ რაღაც ინდიკატორებს, რითიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანი ჩვენით იმედგაცრუებულია, მაგრამ როცა მილიონობით მომხმარებელს ეხება საქმე, აუცილებლად გვიწევს რომ ყველაფერი რიცხვებით და მონაცემებით დავიჭიროთ და ხშირ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა AI-ის გამოყენების, სადაც ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში იყენებენ, არის გადინების პროგნოზირება. გადინების პროგნოზირებისთვის, ყველა სხვა პროექტში, მაგალითად software პროექტები რო ავიღოთ, ხო? დასაწყისშივე იცი დაახლოებით რას გინდა ბოლოს მიაღწიო და ბევრად ესეთია ხელშესახები და მარტივად წარმოსადგენის საბოლოო პროდუქტი როგორ უნდა გამოიყურებოდეს. ზუსტად და ძირითადად ესე ხდება ხოლმე, რომ რაღაც გაქვს ან მოკაფი, ან პროტოტიპი, რომლის იდენტურსაც ქმნი. ფიგმა რაღაც არსებობს. AI პროექტებში არსებობს მხოლოდ სურვილი, რომ გვინდა რომ ვიცოდეთ ვინ არის ჩვენით იმედგაცრუებული მაგალითად. და ეს ძალიან აბსტრაქტულია. და შესაბამისად არც ის იცი საბოლოო ჯამში შენი პროდუქტი, რასაც ჩააბარებ დამკვეთს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, არც ის იცი წარმატების კრიტერიუმები რა უნდა იყოს, რითიც შეაფასებ და მიხვდები რომ ეს ის არის რაც გინდოდა, არც ის იცი შენი სკოპი რა არის, იმიტომ რომ ეგეც ძალიან ბუნდოვანია და ვერც იმას ამბობ, რამდენ ხანში გააკეთებ ამ ყველაფერს. და ხო, ძალიან ტივნაულია ყველა ეს პარამეტრი, ღრმად რო ჩაისუნთქე, მივხვდი რომ მოკლედ PM-ის პერსპექტივიდან როცა ეს ყველაფერი ხელში აღიჭირავს. მეტკინა უკვე ეკლები ყველგან. ძალიან რთულია. და სხვათა შორის მე მგონია რომ ჩვენი მსმენელებიდან ვისაც პროექტის მართვის გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით მინდა რომ მათ გაითვალისწინონ ის რომ თუ კი AI პროექტის მართვას გადაწყვეტთ, მზად იყავით ამ განსხვავებისთვის, იმიტომ რომ მე გამოვცადე ეს შოკი თავის დროზე და ჩემ გუნდშიც ბევრი ადამიანი ყოფილა ისეთი, რომელიც ამ გამოცდილებით მოვიდა და საკმაოდ დიდი დრო გვჭირდება ხოლმე ადაპტაციისთვის და აი ამ განსხვავების გასააზრებლად. ამიტომ გუნდში ესე ვაპოზიციონირებთ ხოლმე, რომ AI პროექტი არ არის პროექტი, ეს არის ექსპერიმენტი. დასარევი ამბავი. ხო, როგორც კი. აი აქ ახლა უნდა ამოვისვრო. ეს არის ექსპერიმენტი. აი ახლა არ წახვიდე შორს, ეს მინდა რომ ცოტა ლუპა დავადო ესეთი გამადიდებელი და კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ მან. ეხა ჩვენ წინასწარი რაღაცა ესეთი ფაბულა მოვხაზეთ-სავით და ერთ რამეს შევპირდი მარიამს, რომ მეთქი აი ამ ნარატივს და აი ამ გამოცდილების გაზიარებას გავატარებთ მეთქი აი ამ agile პრაქტიკების და პროექტების მართვის ცნობილი პროცესების პრიზმაში. და ეს როლი მე ვიკის
ვისწრე და ეხლა მინდა პატარა შეჯამოსებად გავაკეთე, რომ ჩემთვის რა ისმინებოდა აი ამ კითხვაზე პასუხში, რომ ისმინებოდა ერთი, რომ კომპლექსურობა ამ ჩვენი ძვირფასი AI პროდუქტების მართვაში არის გაცილებით უფრო მაღალი უცნობების, ანუ unknown-ების ხარჯზე, რომელიც თავისთავად პროპორციულად რისკებსაც ზრდის და აი ამ გამოსახულებაში ცვლადები, როგორც არის რისკები და გაურკვევლობა, განუსაზღვრელობა არის ძალიან მაღალი. აქვე მინდა დაგამშვიდოთ, რომ agile მიდგომები პრინციპში კომპლექსური თემებისთვის არის შექმნილი და კომპლექსურ ამოცანებთან და პრობლემებთან, მოდი არ დავარქვათ ამოცანა, იმიტომ რომ აქ შეიძლება უცებ პროექტ მენეჯერული spreadsheet-ი წარმოგვიდგეს თვალწინ, ხო? დავარქვათ კომპლექსური პრობლემები, მომხმარებლის კომპლექსური პრობლემების, რომლის კომპლექსურობა შეიძლება იყოს ტექნოლოგიური და ასევე ადამიანებით გამოწვეული, იმიტომ რომ სხვადასხვა background-ის, სხვადასხვა ჯიშის ვეძახი ესე ძალიან უხეშად, ადამიანების ერთობლივ კონტრიბუციას საჭიროებენ, რომ მიზანი მიიღწიეს და ეს ემპათიურად განწყობილი მომხმარებლის მიმართ ვქმნიდეთ რაღაცა ღირებულებას, ხო? ძვირფასო მარიამ, ესე იგი შენ კი აღწერე, რომ ცხოველი სახელად AI პროდუქტი აი ესეთი ექსპერიმენტულობით ხასიათდება, მაგრამ ეხლა მე მინდა ემპათია მქონდეს ინვესტორების მიმართ, რომლებიც მიჩვეულები არიან იმ კომფორტს, რომელსაც რკინის სამკუთხედი ქვია პროექტების მენეჯმენტში და აი ეს რკინის სამკუთხედი ამბობს, რომ გაქვს სამი შეზღუდვა. ერთი არის სკოუპი, შინაარსის შეზღუდვა, მეორე არის თაიმი, დროის შეზღუდვა და მესამე კიდე ბიუჯეტის შეზღუდვა და ხარისხი საყოველთაოდ მნიშვნელოვანია. ეხლა არის კითხვა, რომ როგორ დაიძინოს ღამე მშვიდად ინვესტორმა, რომელსაც ეუბნებიან 80%-ით ფეილდებაო სტატისტიკურათო. აგერ დრო გჭირდება, მაგრამ ვერ გეტყვით რამდენიო, ფული გჭირდებაო და ვერ გეტყვით რამდენიო და რას გაგიკეთებთ, იმასაც ვერ გეტყვითო. და აი ეხლა მინდა გკითხო, რომ მე მოვიაზრებ, თუ რომ შენ ამდენ წლის განმავლობაში, რადგან ჯერ კიდევ ბიზნესში გითმენენ, ესე იგი რაღაცა ანაცვლებს კლასიკურ requirement-ებს, ანაცვლებს კლასიკურ დამოკიდებულებას დროის და ბიუჯეტის მიმართ და ძალიან ცნობის მოყვარე ვარ, ეხლა ვიცოდე ეგ რა არის. ძალიან კაი კითხვა. მოდი დავიწყოთ დროით. იმიტომ რომ ალბათ ეგ არის ყובה, ანუ რაღაც ექსპერიმენტში ძალიან რთულია გაიგო რამდენ ხანში დადებს შედეგებს და პირველი ჩვენი გამოცდილებით რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ვიღებთ 6 კვირიან იტერაციებს. ანუ თავიდან გვაქვს მოდი არა requirement-ებით ვილაპარაკოთ და მერე გადავაბათ ეს timelines, ხო? requirement, ან მოთხოვნების საპირწონედ ექსპერიმენტში გვაქვს ჰიპოთეზა. ანუ ძალიან რთულია იცოდე ზუსტად რას მიიღებ AI პროექტისგან, მაგრამ ვიცით რა არის პრობლემა და რომელი პრობლემის მოგვარება გვინდა. ამიტომ ძირითადად AI პროექტების ჰიპოთეზის ფორმულირება არის ხოლმე ესეთი, რომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად გვაწუხებს ის მომხმარებლები, რომლებიც შეება ჩვენი მომსახურებით იმედგაცრუებული იყვნენ და გგონია, რომ თუ კი მათ პრეტენზიებს ჩავხედავთ და ამ მონაცემებს დაშვება, ზუსტად ამ მონაცემებს უფრო სიღრმისეულად გავაანალიზებთ, მივაგნებთ ისეთ გადაწყვეტას, რომელიც ამ პრობლემას თუ არ მოგვიგوارებს სრულად, შეამცირებს. ეს არის ჰიპოთეზა. მაგრამ არ ვიცით, როცა ჩავიხედავთ ამ პრეტენზიების ზუსტად. და შეიძლება ჩავიხედოთ და აღმოვაჩინოთ, რომ ახლა ძალიან ღირებული რამეა, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩავიხედავთ და აღმოჩნდება, რომ არაფერია ჩვენთვის რელევანტური. ვთქვათ, რომ ეს პრობლემა მაინც აქტუალურია და ამიტომ მოდი პრეტენზიების ნაცვლად სადღაც სხვაგან ხო არ არის შემთხვევით ამაზე პასუხი და შეიძლება მერე ეს დაშვება შეიცვალოს, სხვა ფორმულირება შეეცვალოს. ამიტომ ეს ჰიპოთეზა თუ დაშვება ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს იტერაციული პროცესია. ძალიან. კი. ერთი ეს არის ალბათ. მეორე არის სკოუპი და სკოუპის საპირწონედ გვაქვს უფრო რაღაც საექსპერიმენტო არეალს უსაზღვრავთ. რა არის ის საზღვრები, რომელსაც არ უნდა გავცდეთ და რა იქნება ჩვენთვის იმის ინდიკატორი, რომ გავცდით.
როდის უნდა მივხვდეთ, რომ თქვენი რკინის სამკუთხედის წვეროებს ქმნით რაღაც მსგავს. და ეგეც ხა ისევ გადინების მაგალითს რო გავყვეთ, ალბათ არის ის, რომ თუ კი ვამბობთ, რომ ჩვენი საზღურები არის ის, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი გადაწყვეტა პასუხობდეს შენარჩუნებას ჩვენი მომხმარებლებისას, მაშინ რაც თუ კი მონაცემში აღმოვაჩენთ რაღაც ისეთს, რომელიც შეება შენარჩუნებას არ პასუხობს, მაგრამ სხვა ბიზნეს პოტენციალს ვხედავთ, თუ კი ამ მიგნებას გავყვებით, ამას სადღაც გვერდზე გადავდებთ და შეიძლება ამისთვის რაღაც სხვა ექსპერიმენტი დავიწყოთ, სუსტად. მაგრამ ვიცით, რომ ანუ ფოკუსს არ დავკარგავთ ამ მიგნებაზე და გავაგრძელებთ ისევ იმ საზღურებით, რომელსაც შევთანხმდით, მაგრამ ეს საზღურები იმ სტანდარტული სკოუფისგან განსხვავებით ბევრად ფართოა ვიტყოდი და ბევრად მეტი იმპროვიზაციის საშუალებას გაძლევს, ვიდრე სხვა პროექტები. და timelines რომ მიუბრუნდეთ ისევ, როგორც წესი, როცა ვიცით რა არის ჩვენი დაშვება, ვახდენთ რესურსების მობილიზებას, რომელიც მოგვეხმარება, რომ ეს დაშვება გადავამოწმოთ, მაგრამ როგორც წესი საწყის ეტაპზე ვთანხმდებით სადღაც 6 კვირიან შემოსაზღვრულ ვადაზე და ვამბობთ, რომ მოდი ჯერ 6 კვირით ვიექსპერიმენტოთ. და როგორც წესი, იმხელა პოტენციალი აქვს როგორც წესი AI პროექტებს თუ ეს წარმატებულია, რომ 6 კვირიანი ექსპერიმენტირების რისკზე თითქმის ყველა დამკვეთი მოდის. ხო. და ამ დროს უფრო მეტი სიცხადე გვექნება, რამდენად რისკიანია ეს ექსპერიმენტი და 6 კვირის ბოლოს შედეგებიდან გამომდინარე, წყვეტთ მერე ღირს თუ არა ამის გაგრძელება. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა 6 კვირაზე გავჩერებულ ვართ და ეს გვაზღვევს იმაში, რომ და მერეც უკვე 6 კვირის გაგრძელების მერეც ესე იტერაციულად მივყვებით ამ პროცესს და ძალიან მნიშვნელოვანია AI პროექტში მივხვდე, როდის უნდა გაჩერდე, ხო, იმიტომ რომ ხშირად არის ის, რომ სადღაც, არ ვიცი, შუაში რომ გავჩერებულიყავით იმით, რაც და დახარჯული რესურსებიდან და მიღებული შედეგიდან გამომდინარე წარმატებული იქნებოდა, მაგრამ თუ შენ ცდილობ რომ ეს რაღაც მაქსიმალური ბენეფიტი მიიღო და აგრძელებ უსასრულოდ, შეიძლება ბოლოს შეფასდეს როგორც წარუმატებელი იმის გათვალისწინებით, რამდენი ექსპერიმენტი ზუსტად. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს გრჩება ალბათ შედეგები, რას ვაბარებთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვა პროექტების შემთხვევაში მეტნაკლებად ცხადია, ხო, რა იქნება ის პროდუქტი, რაც ჩაბარდება დამკვეთს. ამ შემთხვევაში არის ორი პარამეტრის თამაში, ესე ვიტყოდი. ერთი ის, რა არის მინიმალური მოლოდინი, რაც დამკვეთს აქვს. მაგალითად, თუ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ისევ იგივე მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, რომ გვინდა რომ ჩვენი ნაკლებად გვტოვებდნენ ჩვენი მომხმარებლები. ნაკლები შეიძლება იყოს 2%-ით ნაკლებიც და იყოს 20%-ით ნაკლებიც, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი ვიცოდეთ ის რა არის ის მინიმალური გაუმჯობესება, რაც ჩვენ ამ ექსპერიმენტით უნდა დავდოთ და მე რა ხარჯის სანაცვლოდ ვდებთ ამ ყველაფერს, ხო? და ამ ყველაფრის ეს არის თამაშით ვიღებთ კრავთ საბოლოო ჯამში ისევ ჩვენ დამკვეთებთან ერთად იმ შედეგს, რაც ბოლოს გვაქვს. შეიძლება ვთქვა ბინგო? ანუ მე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ბინგო და კიდევ ერთხელ ვიპოვო ის საერთო ნათესაური კავშირები, რაც agile მიდგომით მართვაც საუბრობს, რასაც საუბრობს, კომპლექსური პრობლემების გადაჭრისთვის და მაგალითად თუ აიღებს Scrum Guides-ი, იქ ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ სპრინტი შეიძლება მაქსიმუმ იყოს 1 თვიანი. და მინიმუმ რამდენი შეიძლება იყოს? იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში მაგ ხოლმე ხანდახან განცდა, რომ მხოლოდ 1 დღის დაგეგმვა შეგვიძლია და მეტის არა. ხო, აი ნახე, ამის ავტორების გადმოსახედიდან ითქვა, რომ 1, 2, 3, 4 კვირიანი, ну არ არის ჩაღრმავებას თქვა მინიმუმ რამდენი, მაგრამ თქვა 1 თვე და ახსნილი არის რატომ 1 თვე, რომ 1 თვე უნდა იყოს საკმარისი დრო იმისთვის და ასე თქვა 1 თვე არის ის დრო, სადაც რისკების და ამის განუსაზღვრელობა კიდევ უფრო ნაკლები არის ვთქვათ 1 თვეში, ვიდრე ვთქვათ 3 თვეში ან 6 თვეში, ანუ წახალისება არის ერთგვარი, რომ ეცადე რომ რაღაცა ღირებულება მოიტანო მოკლე დროში და აი ამ მოკლე დროში მოტანის წნეხით ერთგვარად შენ რაღაცა გამოსავლებს და რაღაცა სხვა უფრო შემოქმედებით გამოსავალს ეძებს შენი გონება, თვითგადარჩენის ინსტინქტით წახალისებული, ხო? და ეს 6 კვირაც რაღაცნაირად შეიძლება ბოლომდე ვერ ემთხვევა ვთქვათ 1 თვეს, მაგრამ ძალიან გავს იმ ამბავს, რომ არის ეგრეთ წოდებული time box-ი მაგის ძოძი, იმიტომ რომ სპრინტებიც time box-ებია და ექსპერიმენტისთვის მოცემული time box-ებია და მე შენს ერთ-ერთ გამოსვლაში მახსოვს ამბობ აი ამ time boxing-ის, time box ექსპერიმენტის შესახებ და მე ვფიქრობ, რომ აი აქ გვაქვს ეს თანხwebdriver და მეორე რომელიც გულისხმობს
ჰიპოთეზებზე და დაშვებებზე ორიენტირებულობას, აი აქაც მაგალითად მე ჩემს პროდუქტების შექმნის პროცესში ყოველთვის ცხადად მაქვს ნათქვამი, რომ მეგობრებო, ეს სიტყვა requirement-ი უადგილოა software პროდუქტებშიც კი რა. requirement-ი თითქოს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ შენ მეტყვი ზუსტად რა არის საჭირო, როგორ უნდა გაკეთდეს და რანაირად უნდა გაკეთდეს, ჩამძახებ და მე იმას ამოგძახებ რაღაცა სხვა ენაზე, სხვა ტექსტით და სხვანაირი იმით დაწერილ, სინტაქსით დაწერილს, ხო? მაგრამ სინამდვილეში ზუსტად მაგისკენ გვიბიძგებს, რომ აღიარე, რომ რასაც შენ ფიქრობ, არის დაშვება და მზად იყავი, რომ სათათბირო ოთახში რო შეხვალ, ეს არ გამოაცხადო როგორც ჭეშმარიტება, არამედ იქ შეკრებილმა ხალხმა თქვათ, რომ ეხლა ჩვენ ვართ შეკრებილები რაღაც პრობლემის, კომპლექსური პრობლემის ამოსახსნელად, ანუ იმ ჰიპოთეზის და ყველას გვაქვს დაშვება, როგორ შეიძლება იქამდე მივიდეთ. კონსტრეინტები, რომელზეც შენ საუბრობდი, ესეც მგონია, რომ ძალიან გეხმარებათ პროცესში, სადაც თქვენ scopes და out of scopes-საც იმ განუსაზღვრელობაშიც გაცილებით დიდი არეალით, მაგრამ მაინც გარკვეულ სტრუქტურას. ამიტომ არა ბოჰემურ ცხოვრებას და გაუმარჯოს გარკვეულ ჩარჩოებს. სხვა შორის Scrum-ს framework-ი ქვია, ანუ ეს არის არ არის მეთოდი და რეცეპტი, ეს არის framework-ი და ამიტომ მე მოკლედ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ნათესაური კავშირი ვიპოვეთ ახლა ამ მაგალითებითაც კი. ეხლა მე ძალიან მჯერა, რომ ესე იგი ნებისმიერი პროდუქტის შექმნაში თუ პროექტის მართვაში იგრძნო ადამიანები და სიტუაცია არის გადამწყვეტი. ამიტომ ეხლა მინდა მიუახლოვდე სტეიქჰოლდერების ამბავს, რომლებსაც ეტკინებათ, რასაც შენ ამბობ. ანუ ეტკინებათ, რომ იცი რა არის 80% ფეილდება, ეტკინებათ, რომ იცი რა არის, ეხლა ვერაფერს ვერ შეგპირდებით, ამას უნდა შევხედოთ როგორც ექსპერიმენტს. და იცი რა არის, AI არ არის, ეხლა შენ ეგოს კი უნდა ძალიან რომ ეს იყოს მოდური და დახუნძული და მე CV-ში დაწერო, რომ LinkedIn-ზე რომ მე AI რაღაც პროდუქტის თანაშემქმნელი ვარ დამკვეთის როლში ან სპონსორის როლში, ხო? მაგრამ ეს რაღაცა საშუალება არის, რაღაც პრობლემის გამო მე შეიძლება რაღაცა დოკუმენტიდან ტრენინგით მოგიგვარო ეგ ამბავი ან ანალიტიკით, ხო? ეხლა მითხარი როგორ აშოშმინებ ამ ხალხს. ანუ რა არის ის პროცესი, პროცესის ლინზით რო შეხედო, სადაც ეს სტეიქჰოლდერები დარწმუნებული ვარ, ყველა გაგებით ვერ ეწონა, მაგრამ შენ და შენი გუნდი რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს სტეიქჰოლდერები დააშოშმინოთ და მოიყვანოთ ჭკუაზე. ხო, აი ემპათიას რო დავუბრუნდეთ, როდის გამარტივდა ამ პროცესის მართვა, როცა მივხვდი, რომ ერთია რომ მე მჭირდება მე თვითონ რაღაც მაინდსეტის ცვლილება იმისთვის, რომ მივხვდე რატო არის AI პროექტები განსხვავებული და შევხედო როგორც ექსპერიმენტს და არა პროექტს. და მე მივხვდი, რომ იგივენაირი ტრანსფორმაცია ჭირდებათ ჩვენს დამკვეთებსაც, იმიტომ რომ მათი პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, რას არის ეს ხალხი მიჩვეული, რომ ანუ აი IT გუნდი რო ავიღოთ, რომელიმე ნებისმიერი სერვისის მიმწოდებელი გუნდი რო ავიღოთ, რომელიც რაც მხარდაჭერას უწევს ბიზნეს მიმართულებას. მიდიხარ, დინამიკა არის ესეთი, რომ მიდიხარ, ეუბნები რა გინდა, ერთხელ დარწმუნდები რამდენიმე იტერაციით, რომ მან კარგად გაიგო რა გინდა, მერე შენ უბრუნდები შენ ყოველდღიურობას, შეიძლება სადღაც ორ კვირაში თვეში ერთხელ გადაიკვეთოთ, რომ სადღაც გასწორდეთ ხედვებზე. ხო, და ნუ ბოლოს გაბარებს მზა პროდუქტს, რომლის ტესტირებასაც შენ იწყებ შენით ძირითადად. და AI პროექტების შემთხვევაში ჩვენ მივდივართ ამ ადამიანებთან, ანუ მოდი ესე ვიტყვი, რომ იმის გათვალისწინებთ, რომ ეს არის ექსპერიმენტი, და იმის გათვალისწინებთ, რომ ძალიან დინამიურია და შეიძლება ყოველდღიურად რადიკალურად შეიცვალოს ჩვენი ხედვა ჩვენ სკოპზე ან მიზანზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტეიქჰოლდერები იყვნენ მუდმივად ჩვენ გვერდით. რაც არის წარმოუდგენელი მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ და ამ ხალხს ვთხოვთ გაცილებით მეტ ჩართულობას, ვიდრე შეიძლება სადმე რომელიმე პროექტში წარმოედგინა. და მათთვისაც ძალიან დამაბნეველია, იმიტომ რომ ეს პროექტი არ არის მათი ერთადერთი პრიორიტეტი და 80%-იანი ფეილის რისკით. ალბათობით ზუსტად და ძალიან რთულია, რომ მათი მხრიდანაც გადაწყვიტონ, რომ იყვნენ იმდენად ინვესტირებული, რამდენადაც შენ ითხოვ. ამიტომ ერთი რაც აქ გავაკეთეთ, როგორც კი მივხვდით, რომ რაღაცა ჩვენი საჭიროებები და ის, რასაც, ანუ მათი შესაძლებლობები ძალიან აცდენილი იყო ერთმანეთს, შევქმენით ახალი როლი ამ პროცესში, რომელსაც ვეძახით, მოვკალათ და კარგად. რომელსაც ვეძახით ბიზნეს მთარგმნელს.
ღმერთო. ხო, ბიზნეს მთარგმნელი თავისი როლის აღწერით ძალიან გავს product owners, მაგრამ რატო არ ვეძახით product owners და რატო შეიძლება რომ ვთქვათ product owners ალბათ არ ვეძახით იმიტომ რომ product owner-ისთვის მნიშვნელოვანია რომ ის გუნდი ვისაც ემუშავება, მათ კარგად გრძნობდეს თითოეული როლის სპეციფიკას, კარგად ესმოდეს მათი სამუშაო სპეციფიკაც და ადეკვატური მოთხოვნები კონდეს გუნდის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხო? ანუ ჩვენ შემთხვევაში ბიზნეს თარგმნელი არის ადამიანი, რომელიც მოდის ჩვენი დამკვეთის გუნდიდან, მაგრამ თუ კი ვთქვათ, ჩვენი დამკვეთი არის რომელიმე ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს. ჩვენ ვთხოვთ, რომ თარგმნელად გამოყოს ადამიანი, რომელიც საკმარისად გამოცდილია და იცის ბიზნეს კონტექსტი კარგად, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, არ ქონდეს სენიორობის ის რითიც მიიღებს დიდ გადაწყვეტილებებს რა უნდა შეიცვალოს. იგივე ენაზე ლაპარაკობს და ჩვენ გვეხმარება რომ გავსწორდეთ ბიზნესის საჭიროებებზე. ეს ადამიანი მოდის ჩვენ გუნდთან და მისი თუ ერთადერთი საქმე არა, ანუ 80% მისი რესურსების არის მიმართული ამ პროექტზე. რაღაც მაინც არის განსაზღვრული. ხო. ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფიზიკურად იჯდეს ჩვენთან. ესეც ის არის ხოლმე ძალიან დიდი თავიდან გმის განსაზღვრებაში. ხო, თავიდან ძალიან დიდი რეზისტენტობა იყო, როცა ეს ინიციატივა პირველად გავაჟღერეთ, ძალიან რთული იყო ჩვენი დამკვეთებისთვისაც იმის გააზრება, რომ გუნდიდან ერთი ადამიანი თან ვითხოვთ, რომ ეს ადამიანი იყოს საშუალო და მაღალი გამოცდილების, იმიტომ რომ დაგვაზღვიოს, რომ სწორ პრიორიტეტებს ვისახავთ და ბიზნეს კონტექსტს სწორად გვაწვდის და ძალიან რთულია ეგეთი ადამიანის გუნდიდან ამოკვეთა რაღაც რამდენიმე თვით და სადღაც სხვა ოფისში გაგზავნა. ამიტომ მარტივად ვერ გვთანხმდებოდნენ, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არის ის ფაქტი, რომ როგორც კი ერთ პროექტს გავაკეთებთ ესეთი კოლაბორაციით, სადღაც პროექტის დაწყებიდან ერთ თვეშივე თვითონ აღნიშნავენ ხოლმე რომ რა კარგია რომ ესე შევთანხმდით და ეს პროცესი ესე მიმდინარეობს, იმიტომ რომ ხედავენ რა მხელაღირებულება მოაქვს ესე ახლო თანამშრომლობას და არასდროს შემდეგ პროექტზე აღარ გვიწევს იმაზე ვაჭრობა, რა დოზით უნდა იყოს მეორე მხარე ჩართული, იმიტომ რომ თვითონაც ხედავენ ამაში ძალიან დიდ ღირებულებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და სხვათა შორის ჩვენ შემთხვევაში, ანუ ჩემი გუნდის ბოლო პროექტების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ის პროექტები, სადაც ბიზნესი სწორად არის ჩართული, ჩვენ შემთხვევაში 80% წარმატებულია. ანუ ამოვატრიალეთ ეს სტატისტიკა. აი ეს რაღაცა გასაშლაში პოლირება, მორგება, ადაპტაცია იმ განუსაზღვრელობიდან წარმოშობილი რაღაცა პრობლემების ერთობლივი ძალებით მარტივდება. რატო არის მნიშვნელოვანი? მოდი მაგასაც გავშლი, ბიზნეს მთარგმნელს რა როლი აქვს ამ პროცესში? ერთი არის რომ ეს ბიზნეს კონტექსტზე გაგვასწოროს, მეორე არის ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ რო პროცესს დავასრულებთ, მოდი სხვანაირად ვიტყვი თანმიმდევრულად რომ ვიყვეთ. ერთია რომ ბიზნეს კონტექსტი მოგვაწოდოს და მე აი თუნდაც იგივე მოდელის შედეგებს რო ვუყურებთ, ან ვცდილობთ რაღაცა ანალიზის მიგნებების ინტერპრეტირებას ვცდილობთ, ანუ თუ ბიზნეს კონტექსტის გარეშე ჩვენ ვუყურებთ მარტო რიცხვებს. ძალიან რთულია რომ ამ რიცხვს რამე მნიშვნელობა მიანიჭო და ეს ადამიანები არიან, ვინც ამას თარგმნის რაღაც ღირებულ მესიჯებში. ერთი ეს არის, მეორე არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად დავგეგმოთ პილოტი და ამ ხალხმა იცის end user-ები ვინ არიან და მათ რა საჭიროებები აქვს და როგორ უნდა მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი, რომ მიღებულობა მეტი იყოს, სად არის ნაკლებად და ამიტომ ეს ცვლილებების სწორად მართვა მნიშვნელოვანია და მაგაშიც ძალიან გვეხმარებიან. თუ კი ტექნიკური პროცესის ლიდინგი ჩვენ მხარეს არის და ისინი უფრო რაღაც გვაზღვევენ თავისი ჩართულობით, როცა საქმე პილოტირებას ეხება პირიქით არის, რომ ისინი აკეთებენ ლიდინგს და ჩვენ ვართ დამზღვევი რგოლი, იმიტომ რომ მან უკეთ იცის სად ჯობს რომ ეს ყველაფერი გაპილოტეს, ვისთან, რა ფორმით და ასე შემდეგ. და ყველაზე ღირებული არის ის, რომ როცა პროექტს ვამთავრებთ და ჩვენი მიდგომა ესეთია, რომ ვცდილობთ, რომ ტექნიკური ნაწილი იყოს მაქსიმალურად ავტომატიზირებული და ჩვენი ჩართულობა იყოს მინიმალური, მაგრამ ვიღაცამ უნდა წაიღოს ამის ბიზნეს ოუნერშიპი. და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ზუსტად იცის როგორ არის ეს პროდუქტი შექმნილი. ყველა დეტალი ესმის, ტექნიკური დეტალებიც ესმის, იმდენად ახლოს მუშაობდა უკვე ჩვენ გუნდთან. შვილივით უყვარს ეს პროდუქტი და უბრალოდ არ დაუშვებს, რომ ჩვენი ჩახსნის მერე ეს პროდუქტი სადღაც თაროზე შემოიდოს. და ამიტომ რომ ესეც ძალიან გვეხმარება, რომ ათვისება მოხდეს ჩვენი პროდუქტების ეფექტურად. ეხლა შეიძლება ამეთ ჩემი პირობა შევასრულო ბინგო. ეხლა რაში არის ბინგო?
Okay. რაც მე ახლა გავიგე, მართალია შენ ცოტა ფრთხილად მიუდექ. აი პროდუქტ ოუნერი კი არა, პროდუქტ ოუნერი, მაგრამ აი პროდუქტ ოუნერი არა. მინდა დაგარწმუნო. აუე გარგავშალე კარგად. მინდა აქვე გითხრა, რომ და შენ შემისწორე ახლა რა. ჩემთვის ახლა ეს ისმინება, რომ ადამიანი, რომელიც ფლობს ბიზნეს კონტექსტში, იცნობს მომხმარებელს, გეხმარება პოლირებაში გადაწყვეტილების მიღების დროს. პროდუქტ ოუნერი აბა ვინ არის, ხო? ნამდვილად არის. კი, მოდი გეტყვი რატო. იმ თავისი ჩაფიქრებული კლასიკური გაგებით და არა გაუკუღმართებული გაგებით, რომელსაც ქვია, რომ პროექტ მენეჯერ პროდუქტ ოუნერი. აი ეს გავმიჯნოთ. პროდუქტ ოუნერი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, რომელი პასუხისმგებლობა, იცი? ანგარიშვალდებულება. ანუ accountability რა, ჯამურად ამ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში ყველა იმ ხალხის კონტრიბუციით, ვინც ახლა შენ ჩამოთვალ ჩვენ ვაზღვევთო და ასე შემდეგ, ხო? ეს არის პროდუქტი, რომლის გარკვეული ამოცანები დადელეგირებული შეიძლება იყოს ანალიტიკოს და მოსამეცნიერზე თუ სხვაზე, ვინც უფრო კარგად ჩახედულია ტექნიკურ დეტალებში და user story შეიძლება სხვა მწეროს. მაგრამ ჩემთვის ეს ისმინება, რომ ეს ძვირფასი თარჯიმანი თუ მთარგმნელი როგორ თქვი? მთარგმნელი, აი მთარგმნელი არის product owner-ი ჩემთვის. მაგრამ შენ აქვე ახსენე, რომ ეს მაგრამ აი თუო პროცესებიო და ისო არიცისო აი ეგ მითხარი ახლა ვინ არის იმიტომ რომ Scrum Master-ი მაგალითად ხო ანუ adoption-ის ესე იგი რომ მომხმარებლამდე მიიდან და მისი მომხმარებლები ამ შემთხვევაში პროცესში ჩართული ხალხი არიან ხო agile ტრანსფორმაცია ჩემთვის ახლა სადღაც მიპარული ვარ AI ტრანსფორმატორთან, ანუ ადამიანი, რომელიც adoption-ს, აი ამ რაღაცა პილოტირებას, პროცესს, ადამიანების ჩართულობას, აი ეს მონაცემთა მეცნიერები, რომლებიც სხვა უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ და აი რაღაცა ხიდების გადებას, აი ვინ არის ეგ ადამიანი? AI ტრანსფორმატორი ძალიან კაი და. ხო, რაღაცა იცი არის. ხო, agile ტრანსფორმერი ვარო რა, agile coach ტრანსფორმერი და აი რა წარმოგიდგენია AI coach, AI ტრანსფორმერი, ეგეთი როლი არ ვიცი ახლა მე მაპატიეთ შეიძლება უკვე დაწერა ხალხმა მის შესახებ, მაგრამ ჩემთვის ამ გამოცდილებიდან რაღაცა ესეთი იკითხება და ვინ არის ეგ ხალხი? პროექტ მენეჯერს არ ეძახით როგორც მივხვდი. იცი, ანალიტიკური პროექტის ლიდი ქვია ჩვენ შემთხვევაში. და რასაკეთებ მოგვახსენე ახლა? ხო, მოდი ჯერ ვიტყვი რატო ვერ ვამბობ ბოლომდე თავდაჯერებით, რომ ჩვენი მთარგმნელები არიან product owner-ები. გეთანხმები ყველაფერში რაც თქვი. ერთადერთი გამოწვევა გვაქვს იმ ნაწილში, რომ ეს ადამიანები ბიზნეს მთარგმნელებზე საუბრობ ძალიან განსხვავდებიან ჩვენი ტექნიკური გუნდისგან, გულისხმობ ანალიტიკოსებს, მონაცემთა მეცნიერებს, ინჟინრებს. პირველი რამდენიმე კვირა, როცა ეს ხალხი ჩვენ ოფისში გადმოდის, არის განცდა გვაქვს ხოლმე, რომ ორი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, რაღაცა რასა შეხვდა ერთმანეთს. ანუ ბაბილონის გოდორი. ხო, ანუ ძალიან. ეხლა ვინ დირიჟორობს ამ ბაბილონის გოდორს? ანალიტიკური პროექტის ლიდია, რომელიც ამ ყველაფერს დირიჟორობს და რატომ მგონია, რომ product owner-ის როლს გარკვეულწილად ინაწილებენ ბიზნეს მთარგმნელი და ანალიტიკური პროექტის ლიდი. იმიტომ რომ product owner-ი ერთია რომ ბიზნეს პერსპექტივიდან უნდა ამბობდეს რა უნდა და ამას მთარგმნელი აკეთებს ნამდვილად. მეორეა რომ თუ product owner-ს კარგად ესმის ტექნიკური გუნდის რესურსების შესაძლებლობები რა არის. ინიციატივებიც შესაბამისად სწორი მოაქვს და ჩვენი დაკვირვებით არის ის, რომ სანამ ბიზნეს მთარგმნელი გაითავისებს ჩვენ რა შეგვეძლია, ეს მოთხოვნები არის ხოლმე ძალიან მოკრძალებული. და აი ანალიტიკური პროექტის ლიდი არის ადამიანი, რომელმაც იცის ჩვენ სინამდვილეში რა შეგვეძლია და ხშირად არის პირიქით შემთხვევები, როცა ჩვენ უფრო ამბიციურ ინიციატივებს თავაზობთ ხოლმე. ნუ გეშინია, ხო? იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რა შეგვეძლია და რაღაცა მარტივი ანალიტიკური გადაწყვეტა კი არა, მოდი ეს გავაკეთოთ. ანუ შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ანალიტიკური პროექტის ლიდსაც დიდწილად უწევს product owner-ის პერსპექტივიდან კონტრიბუცია, ვცდილობთ, რომ თუ product owner-ს დავარქმევთ, მთარგმნელს კიდევ უფრო უხერხულია მე ამ საზღვრების დაცვა, რომ თუ ის არის product owner-ი, რაღაცა ლიდი ცდილობს, რომ მის როლს, მისი როლის საზღვრები დაიცვას და აქ გვირჩევნია, რომ რაღაცნაირად გაზიარებული იყოს, იმიტომ რომ მივიღოთ მაქსიმალური ღირებულება ამ კოლაბორაციით და ორივემ გააკეთოს საჭირო მომენტებში product owner-ული კონტრიბუცია პროცესში. იმიტომ რომ ქონია პროექტები
და არც ისე ცოტა, სადაც თამამად შემიძლია თქვა, რომ ლიდის კონტრიბუცია იყო გადამწყვეტი პროექტის წარმატებაში, თავისი ინიციატივებით, იმით როგორ მართა პროცესი, ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა იმ საბოლოო პროდუქტში, რაც მივიღეთ. ამიტომ, ხო, ანუ ჩვენი პროექტის ლიდები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროექტის მენეჯერის და პროდუქტ ოუნერის უნარები. ეხლა მომწონს. ეხლა მილაგდება. კი ბატონო, იმიტომ რომ მაინც უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც უყურებს მეგობრებო, roadmap-ი არა გვაქვს, stakeholder-ები ვერ იგებენ საერთოდ. ეს არის ჩვენი პროგრესის გამჭვირვალე. კი. ანუ Scrum Master-ი კარგი პროდუქტის კონტრიბუტორის როლით. კი, რომელსაც აქვს ბიზნესის ხედვაც და ჩვენი ანუ ანალიტიკური როლების ენაც ესმის და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრჯერ გქონია შეხვედრებს და შემთხვევა, სადაც ხანდახან გვავიწყდება ტექნიკ ჩვენს დატას გუნდს, რომ ვიღაც სხვა ოფისიდან მოსული ადამიანი ზის ოთახში და იმდენად ტექნიკური ტერმინებით ვიწყებთ მსჯელობას და თან მინდა რომ სადღაც მაგასაც შევეხოთ როგორია AI პროექტები, იმიტომ რომ როგორც წესი ადამიანებს გონიათ, რომ AI პროექტზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო და ესეთი პროცესი არის, არ ვიცი როგორ თქვა, cool პროცესია, არ არის ეგრე. ძალიან რთულია და ძალიან დამხლელია. იმიტომ რომ ჩვენი სამუშაო პროცესის ალბათ რაღაც 60% არის მსჯელობა. სულ მსჯელობს საით წახვიდე, იმიტომ რომ ყველა ახალი მიგნება, რასაც მონაცემებიდან იღებ, რადიკალურად ცვლის შენს ხედვას, საით მიდიხარ და რა უნდა მიიღო საბოლოო ჯამში და ამიტომ სულ მსჯელობ. სულ გაგანცდა რომ არაფერი ხელში არ გიჭირავს და ძალიან დინამიური, ანუ უნდა იყო მზად რომ რაღაც მომენტში გგონია რომ რაღაც შექმენი და ოდნავ განსხვავებული პერსპექტივიდან ამ მიგნებას თუ შეხედავ, ხვდები რომ ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იყო და სინამდვილეში არაფერი არ გიჭირავს ხელთ ჯერ. ხო და ძალიან რთულია ეს პროცესი, ხო? ძალიან რთულია. აი მოვიდა ჰელოუინი. ეხლა რითი მოვიდა, იცი? ხო. Okay. მოვიდა ჰელოუინი, რომ შენ ახლა ასეთი ენთუზიაზმით და მოტივაციით რო ყვები, მაგალითად რო ლიდერებიო, აი ეს კონტრიბუტორები არიანო და იქო მსჯელობისგან შედგებაო ეს ყველაფერიო, ხო? აი აქ არის ჩემთვის კატა. Okay. იმიტომ რომ მსჯელობა არის ისედაც ექსპერიმენტულ ამბავში, კიდევ უფრო დიდ რისკებს შეიცავს, რომ ეს მსჯელობა მეცნიერულ დოქტრინებსა და ჰიპოთეზებში გადაიზარდოს და ეს ბიზნეს ენა, რომელსაც ქვია ფული, რეპუტაცია, მომხმარების კმაყოფილება და ასე შემდეგ, შეიძლება გვერდზე დაგვრჩეს და მთელი დღე დაფაზე ვხაზოთ. კარგ შემთხვევაში, ცუდ შემთხვევაში რაღაცა Word-ის დოკუმენტებში ვწეროთ და ვიკითხოთ და მცოცავი, მფრინავი და მოცეკვავე დიაგრამები ვაკეთოთ. და აი ახლა მე მიჩნდება კითხვა, რომ რა ქმნის იმ მოტივატორს და რა ქმნის იმ წებოს, რომელიც იმ ლიდერს ათანამშრომლებს პროდუქტთან და მეცნიერებს არ გააქსუებს და არ შექმნის იმ ბოჰემურ გარემოს, რომელსაც შენ გაეკეცი და იმ სტრუქტურიზებულ რაღაცას ბიზნეს გარკვეულ ჩარჩოებს ცოტა შეიძლება ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში მოაქცევს და იმ ფოკუსთან არ გადაგვიყვანს, რომელსაც ქვია ბიზნეს ღირებულების შექმნა. რა არის ეგ წებო? პირველ რიგში არის, რომ სულ ლაპარაკობთ შედეგებით. ანუ არავის არ აინტერესებს ტექნიკური პარამეტრები, როგორია, ანუ კითხვა ყოველთვის არის, რას მივიღებთ. ვინ ლაპარაკობს ამას? ანუ ზოგადი კულტურა არის ესეთი, გულისხმობ იმას, რომ ჩვენც ლიდებს გულისხმობ, მენეჯმენტი, დამკვეთები და მთავარი მანდ ალბათ ესეთი ჯადოსნური ფორმულა თუ გადაწყვეტა რაც გვაქვს, არის ის, რომ ტექნიკურ როლებს აქვთ ბიზნეს KPI. მიზნები აქვს და მათ შორის ამ მიზნების გაზომვის ინდიკატორები, ხო? კი. ანუ ტექნიკური როლის პერფორმანსი ფასდება იმით, რა ღირებულება მოიტანა და არა იმით, რამდენად აკურატული მოდელი შექმნა. შესაბამისად, ხო, ეს ძალიან ეხმარება ადამიანებს სხვანაირად ფიქრის დაწყებაში, ხო? და ძალიან საინტერესოა. ეხლა ნაკლებად მეშინია ჰელოუინის. ეხლა ნაკლებ კატას ხედავ.
გადასარევი ამბავი. მაგ გზაზე იავარდებით არ იქნება ეგ. იცი რა არის, მე ესე ვიტყოდი, რომ სწრაფი ტრანსფორმაცია რთულია, დრო ჭირდება, იმიტომ რომ მართლაც მოცემულობით უფრო მეცნიერულად საქმის კეთებას არიან ტექნიკური როლები მიჩვეული, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ იმ შედეგებით, რაც ჩვენ გვაქვს გუნდში, იმიტომ რომ ჩვენ გუნდში უკვე მე ვთვლი, რომ მაგ ვიზას მივახციეთ, რომ ყველას რაღაც ბიზნეს ფოკუსი აქვს, ანუ არ მაქვს შეგრძნება, რომ ეგ ჩვენთან გამოწვევა, მაგრამ დრო დაჭირდა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ცვლილება, რომელიც რამდენიმე დღეში ან კვირებში ხორციელდება, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდა სადღაც 1 წელი იმისთვის, რომ მთელი გუნდი ფიქრობდეთ რა ღირებულებაში ითარგმნება ჩვენი ნამუშევარი და არა იმაში, რამდენად საინტერესო ტექნიკური გადაწყვეტა გავაკეთეთ. თუმცა მაგას აქვს მეორე მოდი ახლა მანდაც შევხედოთ ტექნიკური როლების პერსპექტივიდან, ხო? მანდ გამოწვევა გვაქვს იქ, რომ ხანდახან ცოტა ნაკლებად საინტერესო ხდება და მოსაწყენი ამ ადამიანების ყოველდღიურობა ტექნიკურ როლებს გულისხმობ, იმიტომ რომ რაც უფრო რთულია ამოცანა, მით მეტი გაქვს და ამ ამოცანას ამოხსნის წარმატებით, უფრო მეტი არის ეს რაღაც პროფესიული კმაყოფილების განცდა, ხო? ხო და ჩვენ ვართ რაღაც სწრაფად, ეფექტურად მეტი ღირებულების მოტანაზე ფოკუსირებული, სადაც შეება ბევრი ექსპერიმენტის და რთულად რაღაცების კეთების შესაძლებლობა და დრო ყოველთვის არ გქონდეს და ხანდახან ხო ეგ არის ალბათ ამის რაღაც გვერდითი ეფექტი, რომელიც ასევე უნდა გავითვალისწინოთ და სადღაც ხანდახან უფრო მეტი დრო ავიღოთ შეიძლება იმისთვის, რომ უფრო საინტერესოდ ვცადოთ რაღაცების კეთება. ჩვენ გვაქვს ახლა ის დილემა, რომ თუ ვიცით, რომ ერთხელ გაგვიკეთებია რაღაც და მუშაობს, მოდი იგივენაირად გავაკეთოთ, რომ დაზღვეული ვიყოთ, რომ დროს არ დავკარგავთ ზედმეტ ექსპერიმენტებში. სადაც აი ეს ენთუზიაზმი, ხო, ამ დროს სუსტად და ცოტა მოსაწყენს ხდის გრძელვადაში ეს ხედვა ხანდახან ტექნიკური როლები. რახან ეგ ამბავი აღიარებული გვაქვს? ეს ნიშნავს, რომ იდეები ბალანსის მოსაძებნად აუცილებლად გამოჩნდება. ცდილობთ და მე ჩემი დატა გუნდთან ასე ვთქვათ agile coach-ის როლში ურთიერთობის პროცესში მახსენდება, რომ აი მაგალითად ძალიან კარგად მუშაობდა ჰაკათონების თემაც. ხო. სადაც აი იმ мотиваციის დასაკმაყოფილებლად, იმ ჟინის დასაკმაყოფილებლად, რომ რაღაცას შევეჭიდოთ კომპლექსურს, რომელზეც დაგვანებებენ თავს და არ გვეტყვიან, რომ სწრაფად, იმიტომ რომ კონკურენტმა გამოუშვა, ან კიდევ რამე მსგავსი, მოკეთ წნეხად არ დაგვაწვევა, ხო? მარიამ, ესე იგი, ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაშლა შეგვიძლია ეხლა, მაგრამ მე ეხლა თან ვფიქრობ მაგ ეფექტურობის გზითაც. მინდა ესეთი რაღაცაში ჩაგეკითხო, რომ ნახე მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც აი ესეთ განუსაზღვრელობაში ხარ, ბექგრაუნდი, რომელზეც შენ საკუთარ თავზე მოყევი, რომ იქ რაღაცა ბოჰემური ცხოვრებიდან ემპათიის გაღრმავების გზაზე, არის რაღაცა თვისებების არქივი, არსენალი, რომელიც გამოძრავებს და საშუალებას გაძლევს, რომ არ დანებდე და შემდეგ ეტაპზე გადახვიდე, განსაკუთრებით იმ განუსაზღვრელობაში ნავიგაციის დროს. ხო და აი ხა ჩვენ გვიყურებენ ესეთი ადამიანებს, რომლებსაც ეფიქრებათ და ახალ თაობას სულ იმას უჩიჩინებენ ყოველდღე, აღარ არის მე მგონი კონფერენცია, მათ შორის ჩვენი კონფერენციაც, რომელიც agile კონფერენცია მოვაწყეთ, AI-ის ელემენტებით იყო გაჯერებული და მათ მეტი საშუალება აქვთ, რომ რაღაცა ამ მიმართულებით გავითარდნენ, მაგრამ ერთი არის ცოდნა ფაქტობრივი, რომ ისწავლო მოდელები, მათი სიგრძე სიგანეები, პლუს მინუსები და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე არის, რომ შენი თვისებები არსენალში რა უნდა იყოს, იმიტომ რომ ისტორია აჩვენებს, რომ გამორჩეული ადამიანები წარმატებას არა აკადემიური ცოდნით აღწევენ, არამედ რაღაცა თვისებებით და რას მივბაძოთ შენი საკუთარი გამოცდილება, რა თვისებები შევიძინოთ, ეხლა ჩვენ ცოტას ვიქურდებთ და ვისესხებთ შენგან ამ თვისებებს. პირველი რაც მახსენდება, რაც გონია რომ ძალიან ამარტივებს სამუშაო პროცესს, არ აქვს მნიშვნელობა როლს, ნებისმიერი როლისთვის, ვინც ამ პროცესშია ჩართული, არის იმის გააზრება, რომ ყოველთვის უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ფეხ ქვეშ რაღაც საყრდენი გამოგეცლება და პანიკაში არ უნდა ჩავარდე. იმიტომ რომ
ოღონდ ამას მე მივხვდი ალბათ სადღაც, არ ვიცი, 3 წლის შემდეგ, რაც იმ გარემოში დავიწყე მუშაობა, რასაც ახლა ვლაპარაკობთ და მივხვდი იმას, რომ ყოველთვის პოულობ მე ახალ საყრდენს. ოღონდ მნიშვნელოვანია რომ მაგ დროს არ დაისტრესო ზედმეტად და ეცადო რომ შემოქმედებითად მიუდგე სიტუაციას და მე მგონი საწყისწერტილს მივუდე. დაფიქრდე იმაზე, სად იქნებ ინტერპრეტაციაში ცდები, იქნებ სხვანაირად უნდა შეხედო, იქნებ სხვა რამეში აღირებულება და აქამდე ამაზე არ ვფიქრობდი. და ჯერ არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალი საყრდენი არ გვეპოვა და ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო ღირებულიც. და მან რა არის მნიშვნელოვანი, ცოტა ფსიქოლოგიურად რო შევხედოთ რა, ანუ როცა გაქვს მოცემულობა, რომ ბედნიერი ხარ, რომ რაღაც შექმენი და ეს ხელშესახებია როგორც იქნა და უცებ ეს ხელიდან გეცლება, გაქვს რაღაც იმედგაცრუების განცდა, განცდა რომ რაღაც არასაკმარისობის, ხო, ვერ მიაღწიე შედეგს, ხარ დასტრესილი, იმიტომ რომ შენგან პასუხისმგებელი ხარ რაღაცაზე, რომელსაც ვერ აბარებ და ნუ ამ დროს შეიძლება პარალიზდე. ანუ უბრალოდ ძალიან რთულია, რომ ამ მოცემულობაში თუ ამ ყველაფერს გრძნობ ემოციურად, იყო შემოქმედებითი და იფიქრო ჩარჩოებს გარეთ. და როგორც კი ისწავლი ამ ემოციების მართვას, ანუ მან კიდე კრიტიკულია ეგეთ სიტუაციებში, რომ წყალი დალიო, ჩაისო თუ ამოისურვო. უბრალოდ შეხედო ამ ყველაფერს როგორც თავგადასავალს. ანუ აი მე ჩემ სამუშაო პროცესში ხანდახან ცოტა მაშინებს ხომ და აი ჩემ კოლეგებს რო უზიარებ, ვეუბნები რომ ნამდვილად ჯამთელი ვარ ნეტა ეს ესე რო ხდება, მაგრამ ყველაზე ბედნიერი სამსახურში ვარ ხოლმე იმ დღეს, როცა ბევრ მხარეს ფეთქდება რაღაცები და ყველგან რაღაც ცეცხლი გაქვს ჩასაქრობი, იმიტომ რომ აი ეს ამ სიტუაციებთან გამკლავება და ბოლოს რო ხვდები რომ აი იმ დაძაბულობიდან და იმ გაურკვევლობიდან რაღაც სწრაფი გამოსავალი იპოვე, ყველაზე მეტად მაბედნიერებს და როგორც კი აი ამ წერტილს დაიჭერ, როგორ შეიძლება რაღაცა იმ პერსპექტივიდან ამ პერსპექტივიდან შეხედა ამ ყველაფერს, ბევრად მარტივდება ეს პროცესი, ანუ აღარ არის საშიში და გაურკვევლობით სავსე, არამედ უფრო თავგადასავალია და საინტერესო ხდება და უფრო ცნობის მოყარეობით უნდა შეხედო ალბათ პროცესს. გინდა კიდე ერთი ბინგო გითხრა? ერთი ბინგო არის კიდე აქ, რომ ის რაც შენ ახლა დაახასიათე ჩამოთვალე თვისებების თვალსაზრისით, სადაც იყო გამბედაობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ცნობის მოყარეობა, რომელიც შენ საშუალებას გაძლევს, რომ მე ამ მოგზაურობაში გადაეშვა თავით ფეხამდე და იგრძნო მოტივაცია ესეთი რაღაცეებით, რომელიც კიდევ უფრო მეტი შეცნობის შესაძლებლობას გააძლევს, მინდა გითხრა, რომ სქრამის, რომელიც კომპლექსური პრობლემების გადაჭრის თვის შეიქმნა და ექსპერიმენტების და iterაციები, რომელიც შენ არაერთხელ მათ შორის სხეულის ენითაც აღწერე, ხო? არის ზუსტად ერთ-ერთი მისი value არის ზუსტად აი ეს courage და ეს courage შეუძლებელია აი ასეთი დამოკიდებულების გარეშე, რომელ დამოკიდებულებასაც ცნობის მოყარეობით სიარული ქვია ემოციურ ატრაქციონზე, რომელზეც შენ ახლა ისაუბრე ესე წვრილად, რომ ემოციური ატრაქციონი, რომელიც შენ გაძლევს მოტივაციას და ალბათ ესეც გაქვს ძალიან დიდი საერთო თვისება იმ ადამიანებთან, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს. რადგანაც მათაც აი ეს ემოციური ატრაქციონი არაშინებდათ პირიქით ამოტივირებდათ, იმიტომ რომ იმ მოგზაურობაში და თავგადასავლების სამყაროში გრძნობდნენ თავს. მოკლედ, ჩვენ მართალია შეიძლება მალე დისნეილენდში შევხვდეთ ატრაქციონზეც, მაგრამ ამ ეტაპზე მე მინდა რომ შეჯამებისკენ წავიდეთ და პირველ რიგში მადლობა გითხრა შენ ესე დაუშურველად რომ გაგვიზიარე გამოცდილება. ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა გაქვს თავში და ესე იგი კონფერენციებზე სპიკერადაც გვიხილავს შენი თავი, სხვა პოდკასტებშიც გვიხილავს და ყველგან იგრძნობა ეს ცნობის მოყარე ბუნება, რომელიც მე მახსენდება, როდესაც აი ჩვენ iterაცია შედგა, რომ აი მოდი რაღაცა რაზე შეიძლება რომ ვისაუბროთ, ხო? მე ვიგრძენი ეს ცნობის მოყარე ადამიანი, რომელიც ამბობდა ეგეთ რაღაც, იცი რას ვიკლევ, მე მინდა ვიკვლიო. და მე მაგიდის მეორე მხარეს მჭირდება ადამიანი, რომელთანაც ვიკლევ. რომელთანაც ისე ჯაილი კარგი. ხო, და რამდენი ბინგო ვთქო ნახე. აუ მე მინდა რომ ერთი პატარა დეტალი დავამატო. აბას თქვი. აი ამ თავგადასავალთან დაკავშირებით რაც ვილაპარაკე, მგონია რომ
ძალიან მნიშვნელოვანია top management-ის მხარდაჭერა ამ პროცესში. ანუ ხო, იმიტომ რომ როგორც კი ხვდები რომ შენი კომპანიის top management-იც სწორად ხედავს ამ პროცესს, რა თქმა უნდა, შენც გაქვს მეტი გამბედაობა და მეტი სიმშვიდე იმისთვის, რომ ამ ყველაფერს როგორც თავგადასავალს ისე შეხედო. და ჩვენ შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემს ახლანდელ კომპანიაში გვაქვს ჩვენ, მე ვგრძნობ რომ ისინი ძალიან სწორად ხედავენ ამ პროცესს და ძალიან სწორი მხარდაჭერა გვაქვს მათი მხრიდან და ეს დავამატე, იმიტომ რომ მგონია რომ მე რო ვისმენდე იმ რჩევებს, რაც ახლა რამდენიმე წუთის წინ გავაჟღერეთ, ხო, ანუ მეორე მხარეს პოდკასტის მსმენელისგან გამიჩნდება კითხვა, რომ კი, მე კი შევხედავ ამას თავგადასავალივით, მაგრამ მე სადღაც ჩემს მენეჯმენტთან რომ მომიწევს ამის დარეპორტება, იქ როგორ ავხსნა ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია top management-ი როგორ ხედავს ამ ექსპერიმენტს და იყოს ხელშემწყობი გარემო, რომელიც ამ ცნობის მოყარეობას არ კლავს და პანიკაში არ აგდებს ხალხს და არ ქმნის ხმაურს და კომბლებს არ თლიან და არ აწყობენ ჭერში, მერე შემდეგ რაღაცა სხვა არამიზნობრივი გამოყენების. კი. გადასარევი ამბავია. ძალიან დიდი. აი ესე ჩვენ შევხედეთ დიდ სურათსაც. პატარა სურათსაც, მაგრამ დღეს რა თქმა უნდა ვერ ამოვწურეთ ეს ყველაფერი. თუმცა მე მაინც ძალიან ესეთი დატენილი პოზიტიური ემოციებით ვტოვებ დღეს სტუდიას და ჩვენ კვლავ არ ვაციებთ კერას და ასეთივე ცნობის მოყარეობით და ესე ვთქვათ გამბედაობით აღჭურვილები მაქსიმალურად ვცდილობთ რომ შემდეგ თვეშიც შემდეგ ეპიზოდში შევხვდეთ საინტერესო სტუმართან და საინტერესო თემის განხილვით. წარმატებები. ველოდები შემდეგ სტუმარს. უღრმესი მადლობა.